მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ჩვენ ვართ ბათუმში, ისევ საკონსულტაციო სასამართლოსთან მოქალაქეები იკრიბებიან პროევროპულ საპროტესტო აქციაზე. 300-ე დღეა, როცა გრძელდება საპროტესტო აქციები, არა მხოლოდ ბათუმში და თბილისში, არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ ყველგან ისმის მოქალაქეების ძალიან ხმამაღალი პროტესტი, რომ მოქალაქეები არ შეეგუებიან ამ ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას, არ შეეგუებიან ევროპისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვას და იმას, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ სინძის პატიმრები, პოლიტიკური პატიმრები. გვენიცით, რომ ეს საპროტესტო აქციები ქვეყანაში დაიწყო გასული წლის 28 ნოემბერს, ან მას შემდეგ, როცა არლეგიტიმური მთავრობის, ქართული ოცნების მთავრობის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა პრაქტიკულად ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ, როცა მან თქვა, რომ ევროკავშირში გაჭირვების შესახებ მოლაპარაკებები არის გადადებული 2028 წლამდე და სწორედ ეს განცხადება აღმოჩნდა კრიტიკულად მიუღებელი საზოგადოებისთვის საქართველოში. და მას შემდეგ ქუჩაში გამოსული მოქალაქეები დაუღალავად და მტკიცედ ითხოვენ ხელახლა არჩევნების ჩატარებას დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში, არლეგიტიმური მთავრობის გადადგომას და უმთავრესი მოთხოვნა, რაც ყოველდღურად ჟღერდება საპროტესტო აქციებზე, არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. და დღესაც მოქალაქეები იკრიბებიან ბათუმში ისევ ტრადიციული შეკრების ადგილას, საკონსულტაციო სასამართლოსთან აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ. მოდი გავისაუბროთ პროევროპული აქციის მონაწილეებს დღეს, როგორია მათი განწყობები დიდი საპროტესტო აქციის წინ. თქვენ იცით, რომ ხვალ 4 ოქტომბერს არის დაანონსებული აქცია თბილისში რუსთაველის გამზირზე. ხვალ ასევე არის ჩანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. დილის 8 საათზე დაიწყება კენჭისყრა, მაგრამ თქვენ იცით, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი არ მონაწილეობს ამ არჩევნებში, მას უწოდებენ ბოიკოტს. ხოლო დამკვირვებელი ორგანიზაციები, შეფასებები, რომლებიც არის ძალიან მკაფიო, ისინი არ კვირდებიან ამ არჩევნებს, რადგანაც ქართულმა ოცნებამ არ დატოვა პრაქტიკულად საშუალება იმისთვის, რომ დააკვირდია ამ არჩევნებს. მაგალითად, კანონმდებლობაც კი შეიცვალა, რომ იგივე ამორჩეველი, რომელიც მიდის არჩევნო უბანზე, მას ვერ შეუმოწმოს ვერ ჟურნალისტმა, ვერც დამკვირვებელმა არჩევნო უბანზე პირადობის მოწმობა. რა პირადობის მოწმობით მივიდა კონკრეტული ამორჩეველი კონკრეტულ საარჩევნო უბანზე. თქვენ იცით, რომ საარჩევნო კარუსელების გამოყენება არის ერთ-ერთი აქტიური მეთოდი და სქემა, როგორაც ყალბდებოდა არჩევნები არაერთ შემთხვევაში საქართველოში. ამიტომაც სადამკვირვებლო ორგანიზაციების ძალიან სოლიდური და გამოცდილი სამოქალაქო ორგანიზაციების პოზიციები არის ძალიან ცნობილი, რომ არ დარჩა პრაქტიკულად არანაირი საშუალება საიმისო და არ დატოვა ეს საშუალება ქართულმა ოცნებამ, რომ არჩევნებს გააკვირდა ქვეყანაში და ჩატარდეს ქვეყანაში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები. სწორედ ამ მოცემულობაში ასეთ გარემოში ტარდება მორიგი არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში. მოქალაქეები კი დგანან ისევ ქუჩაში უწყვეტი მოთხოვნით, რომ ისინი არ დაუშვებენ დიქტატურის დამყარებას ამ ქვეყანაში. მოდი გავისაუბროთ აქციის მონაწილეებს. თემურ დიესამიძეს გავისაუბრები. საღამოშობისა თემურ შეიძლება გაგესაუბროთ. მოკეთ, როგორია თქვენი მოლოდინები პირველ რიგში ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით ეს გითხარით, რა უნდა იყოს ხვალინდელ აქციაზე? თქვენ რას მიიჩნევთ ყველაზე სწორად? მე ვფიქრობ, რომ ხვალინდელ ეს წინასწარ დაანონსებული რაღაც თარიღები მაინც ვფიქრობ, რომ ნაჩქარები და საერთოდ ჯამში არ არის ვფიქრობ გამართლებული. მე ვიმედოვნებ, რომ რაღაც განსაკუთრებული დაპირისპირებას არ ექნება. ნებისმიერ შემთხვევაში ყველას მის პროტესტში არის, რომელ მხარესაც არ მიტარმოდეს პროტესტსაც მხარეები აქვს. მე წარმატებას ვფიქრობ, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს დაანონსებული თარიღების მე პირადად ჩემს ასწავლებს. რაღაც განსაკუთრებული მოლოდინები არ გაქვთ ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით, ხო? რაღაც დაძაბულობა შეიქმნება, რასაკვირველია და მე ვიმედოვნებ, რომ აქედან ადამიანები არ დაზიანდებიან და ამის კვლევა რაღაც ხეშდალას არ გამოიყენებს. მე ასე მგონია, რომ ასე შეიძლება მოხდეს. ან რატო ფიქრობთ ამას, რომ აწყობს ძალადობის რაღაც პროვოცირება ქართულ ოცნებას? ეს შესაძლებელია, რომ მოხდეს. მეორე მხრივ მე ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა მოხდეს ეს
პროტესტი რაც არის ძილვადიანი ეს ძალიან დამაგრებულია კარგად მოხდება და ეს უნდა გადაჭრება საფრთხის ვარ და თბილისში ვინც არის ქალაქებში ვინც არის მიუხედავად იმისა რომ მრავალრიცხოვანი ადამიანი ყოველდღიურად აკრიბება ამ პროტესტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ პროტესტს ჯერა ასევე ცვლილებების რომ შეიძლება ძალიან პირაში და პირაში არ დადგეს მაგრამ ეს გარდაუვალია და ძალიან მალე რას ეფუძნება ეს თქვენი ოპტიმიზმი? არა ხო ხედავ ტენდენცია შეიძლება დაალგებია რა ხდება თვითონ ფაქტически ცოლის რეგიონში ზოგადად ასე გეოპოლიტიკურად რა ხდება და ასე შემდეგ ბევრაღაც ფაქტი მაგრამ ქართულოსა პრაქტიკულად ანონსებს რაღაცა მორიგ შეტევას ხო მორიგ რეპრესიებს იგივე ბიზნევანიშვილის წერილი რომელიც გამოქვეყნდა 2 დღის წინ გარემტრები არიანო გარაშემტრები და პირდაპირ თქვა რომ ესენი არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები სამოქალაქო ორგანიზაციები მაგაზინები რა უნდა ანუ რაღაცა ხო არის ამაზე იქეთ რა უნდა გაკეთდეს მე ჩემი აროდებით იმას რომ შეიძლება კიდევ უფრო მეტად გამკაცდეს ეს რეპრესიები უფრო მეტი ადამიანი დააკავონ და აჯერიმო კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეიძლება რაღაც უფრო ბევრ ადამიანზე ზიტყვა მოხდეს თორე დანარჩენი კიდევ ფინანსობრივად უფრო მეტი ზიტყვა წარმოუდგენია და აქედან რაც ხდება ვფიქრობ ეს ძელოვადიანი პროტესტი არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი და ის რაც რეალურად სწორი ხდება ყოველ თანხმთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ სხვადასხვანაირად შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რაც ალბათ წინასწარ რაღაც გავაკეთოს ასე ვთქვათ პროგნოზი შეიძლება ძალიან ცდარი იყოს ასე რომ წინასწარ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია უბრალოდ როგორც ვარიანტები შეიძლება ყველაფერს პარად ჩაიაროს შეიძლება დაძაბულობა მოხდეს მაგრამ დიდი რაც შეიძლება მოხდეს ეს დიდი კი არა ძალიან სამწუხაროდ შეიძლება მოხდეს ქუჩაში გადაესპირება და ისევ ძალიან ბევრი ადამიანი ნახოთ რომელიც ფიზიკურად იძალადებენ ეს არის ნუ ძალიან ცუდი და დაუშვებელი და ამის წინააღმდეგ ვარ ადამიანი ქუჩაში ამას მიუხედავად. ანუ ის რომ მასშტაბური აქცია გაიმართება და ეს ძალიან დიდი სიმრავლე აიზურებს ქართულოცებას რომ ის მან დათმოს რაღაც თქვა დანიშნოს რიგარეში არჩევნები დემოკრატიულ გარემოში არ ფიქრობთ რომ ეს ასე შეიძლება მოხდეს. მაგრამ ამ ხვალ რო ძალიან ბევრი ხალხი გამოვა ეს ძალიან მაგარია ამის ფონზე უკვე ადრე თუ გუია მე ვფიქრობ ახალწლამდე ან ძალიან მალე ახალი წლის შემდეგ ის მაინც იძულებული იქნება ეს რა რატომ იქნება იძულებული? იმიტომ რომ ეს ტენდენცია მიდის, იმიტომ რომ ეს ან თქვენ ფიქრობთ რომ პროტესტს ვერ ჩაახშობს მაინც ქვეყანაში რაც არ უნდა გააქტიუროს რეპრესიები? წარმოიდგინეთ დედაქალაქის უმრავლესობა არის პროტესტის ხარდამჭერი და არ არის ქართული ოსტილის. ეს არის თლიანი ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარზე მეტი. ამიტომ მე ვფიქრობ რომ იძულებული იქნებიან ადრე ეს გააკეთონ, სწორედ ეს აძლევთ მას დაჯერება დაკარგული რო აქვს ამ პროტესტმა მოიტანა ის რომ ერთმანეთის ასე ვთქვათ ჭალებში ჩავსო ჭამა დაეწეს ამან მოიტანა ეს რაღაც შიდა დაპირისპირებაც ჩემი აზრით ის რეზულტატია და ვფიქრობ რომ მალე ეს წლები დადგება კიდევ უბრალოდ ასე დაანონსებული წლება ხვალე რომ მოხდება მე არ მჯერა რომ ძალიან ბევრი ხალხი გამოვა კიდევ ყველას მოიწონებდა გამოვიდეს საპროტესტო ქუჩაში ეს ამის მჯერა და მჯერა რომ ეს ერთ-ერთი საფეხური შეიძლება გახდეს იმ ზოგადი გამარჯვებისა რაც რა თქმა უნდა ან თქვენ მიგაჩიოთ რომ ამ წარმატებისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის უწყვეტობა რომ უწყვეტობა შენარჩუნდეს ეს არის ჩემი აზრით ყველაზე სწორი და არანაირი აგრესია არანაირი რაღაც ძალადობა ეს მიზანი მიმართულად ადამიანები ასე ძირულად რასაც აკეთებდნენ ამ დღის განმავლობაში ეს უნდა გააგრძელონ და ყველანაირად ამ ზეწოლით საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობით უნდა შევეცადოთ რომ ადამიანები ვინც სამართლოდ დაჭერილია გარეთ გამოვიდნენ ჩვენ ისევ გავაგრძელოთ ეს პროტესტი და მაგრამ არ ხედავთ საშუალებას რომ შეიძლება დარჩეს ეს პროტესტი რაც არის ეხლა ბათუმში ან თბილისში ან სხვა ქალაქებში და მაინც მოახერხოს ივანიშვილმა მისთვის სასურველი ფორმით ავტორიტარიზმი ჩამოაყალიბოს ქვეყანაში რატო ელემენტარულად მაგის რესურსი არ არის ქვეყანა საკუთარი შეიძლება ყველა ფაქტურად რაც საკონტროლო ის ქონდა ინსტრუმენტებს ნელა კარგად დაკიდებული ამ ეტაპზე ხარ მხოლოდ რაღაცა გაგულსად ვისწრაფი ის ადამიანები იჭერენ ხარს და ძალოვანი სტრუქტურებში ანუ ბიზნესი აქვს უდიდესი გავლენა და ეს ჩაასწრებენ მარტივად და ხო ნებისმიერი სახელმწიფოებში თუ არა მის ხელში ხო მისი გავლენის ქვეშ გავლენა აქვს ძალიან ცუდი ისიც ბიზნესმენებზე რომლებიც კონკრეტულად ბიუჯეტიდან ჭამენ სამ კონკრეტულად თავრებასთან არიან მაგრამ ბიზნესიც ხდება უკვე რომ ასე აღარ შეიძლება გაგრძელდეს არ შეიძლება ხდება მაგრამ დამოუკიდებელი და თავამინაბიჯების გარკვევას ვერ ახერხებს ხო ბიზნესი ამ ეტაპზე კიდევ ერთხელ ვიმეორებ ივანიშვილი შეიძლება აქ ის რესურსი რომ რაღაცა
კაპიტალი ეს სიტუაცია გაჩვენებული იყოს, მაგრამ ეს ხო ზღვარია ყველაფერს. რაღაც ეტაპზე ეს დამთავრდება. ბიზნესი დიდი ნაწილი მოხდარია, რომ ამ მიმართულებით უკავშირდება მას ბიზნესები ცოტა ხანში უბრალოდ შეწყდება მათი ფუნქციონირება და არსებობას შეწყდება. ეს ცოტა ხანში კიდევ ერთხელ ვიძახი, კვირაში და ორ კვირაში არა. ჩვენს მიგვაქვს მელოდინი რაღაცა კვირაში და ორ კვირაში რაღაცა შეიცვლება. ეს დიდი გზა არის, დარწმუნებულია რომ რაღაცა 10 წელიწადი არ გაგრძელდება ეს თქმა. მაგრამ რაღაც 1 წელი მინიმუმ შეიძლება საჭირო იყოს, რომ რეალური ცვლილებები მოვიდეს. მადლობა. დიდი მადლობა ეს ერთი მოქალაქის თემურდიას ამ დისპოზიცია, მადლობა მას. ასევე განწყობებია ბათუმში საპროტესტო აქციაზე 300 მიათე საღამოს გრძელდება საპროტესტო აქცია, მოქალაქები ისე უკანან და იკრიბებიან საღამოს 8 საათიდან ტრადიციულად საკონსულტაციო სასამართლოსთან უკვე 300 მიათე დღეა როგორც აღნიშნე და დღეს განსაკუთრებით საინტერესოა პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეების განწყობები ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით, ასევე მინდა ვკითხოთ ყოფილი მოსამართლის, ზენის სასამართლოს ყოფილი მოსამართლის გადაწყვეტილებების შესახებ ბოლო ვიდეო შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა გუშინ, მას შემდეგ რაც მოსამართლემ დატოვა უზენაეს სასამართლოს ყოფილი მოსამართლემ დატოვა საქართველოს და ამის შემდეგ გასაჯაროდა ბესარიონ ალავიძის ამ მოსამართლის ვიდეო ჩანაწერის, რომელშიც საუბრობს კონკრეტულ ზეწოლაზე, მოგთამვაზე, იმაზე, თუ როგორ გამოკეტეს ოთახში, იმისთვის რომ მიეღო, თქვათ, რუსთავიური საქმეზე მისთვის სასურველი გადაწყვეტილება ამ მოსამართლეს კოლეგის სხვა მოსამართლებთან ერთად, ასევე როგორ აიძულეს რომ ჩაეტარებინა ქირურგიული ოპერაცია, როგორ სთავაზობდა სუსიქთამს, როგორ ემუქრებოდნენ მას ლევან მურუსიძე და კლანის სხვა წევრები მაჯოროსის მოსპობით. ამიტომაც ბუნებრივია დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური შეფასების ყველაზე აქტურად შეფასებები სწორედ ამ თემაზე ეკეთებოდა. მოდი გავისაუბროთ შოთა გუჯაბიძეს. შოთა, მოგესალმებით, ბოდიში რომ გაწყობთ პირდაპირ ეთერში. თქვენი მოლოდინი როგორია ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით, რომელიც გაიმართება რუსთაველზე? მოლოდინი უფრო სურვილები მაქვს ვიდრე მოლოდინი. მინდა რომ რაღაცა დიდი და განსაკუთრებული გაიწყოს. ძალიან გულუბრყილობა იქნება მის ფიქრი, ხვალ ვერ აიმე გადაწყდება, მაგრამ ვფიქრობ რომ რაღაცა ახალი დასაწყისი იქნება. თითქმის ამ 1 წლის განმავლობაში დიდი გამოცდილება მივიღეთ მათ შორის საჯარო აქციების, მანიფესტაციების, ხელისუფლებასთან დაპირისპირებისაც და ვფიქრობ ეს გამოცდილება გამოგვადგება ხვალ. ხელისუფლებას უფრო ძალიან ეშინია და რაღაცები უკვე საკუთარი შიშების ხეობაშია გამოაჩინა ამ ბოლო დღეებში თავისი გადაწყვეტილებებით, თავისი უბრალოდ ვერ ნიღბავს ამას რანაც უნდა ამის დამალვა თუნდაც ის რომ რაღაცები გავრცელდა იმ სავარაუდო ადამიანების ვინც გვარბევდა და ვიდეო დაგრევას და მე რაღაცები მოყვა განმარტებები რომ ეს შეგნებულად თვითონვე გააკეთეს თუმცა შეგნებულად თვითონვე თუ გააკეთეს მაგრამ რაღაცა ეკონომიური ნაბიჯი რაღაცაზე გათხოვაზე დამყარებული რომ ამას თუ გააკეთეს მე ეს ამას მოყვება ბოდიში მაგრამ პროცედურა მე ამის მოლოდინი არ მაქვს რაღაცას გაამრავლეს ხოლმე და ის მოლოდინი იქნება რომ მიიღეს ოქს ხოცის გონებული დიაპაზონი ამას გავაკეთებს და რა ფაქტორი ჭირდება რა სჭირდება ყველაზე მეტად წინააღმდეგობას ამ ეტაპზე თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს რომ დაახევინოს მან უკან ივანიშვილის რეჟიმს ხო ამ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გვაქვს ის რომ მართლები ვართ ის რომ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ვართ უფრო მეტი ვიდრე ისინი არიან აი ყველა ფაქტორში ჩვენი უპირატესობა არის ჩვენ მართლები ვართ ისინი არა ჩვენ გვიყვარს ისინი პირიქით ქვეყნის წევრები არიან და საარჩევნო კომისია კი სხვას გაღადებს მაგრამ მე ვფიქრობ რომ ჩვენ უფრო მეტი ვართ ვიდრე ისინი და უბრალოდ მათ აქვს ძალა აქვს ადმინისტრაციული რესურსი აქვს ფული და რაღაცა საკუთრებული რაღაც სიძულვილი რომელიც ერთმანეთს აერთიანებს ჩვენს არ გვაქვს ამიტომ ეს თუ ხვალ ყველაფერი დამთავრდება და დამთავრდება ამ საქმის სასარგებლოდ. მოსამართლის ამბავი რას ამბობდა თქვენთვის? თუ გაიცანით ამ ვიდეო ჩანალზე, სადაც ლაპარაკობდა ბესარიონ ალავიძე, უზენაესის ყოფილი მოსამართლე კონკრეტულ საქმეებზე, როგორ აღმოჩნდა ის ძალადობის მსხვერპლი, მათ შორის ხთამს თავაზობდნენ კაბინეტში გამოკეტეს შუაღამემდე, ასევე აიძულეს ქირურგიული ოპერაციის ჩატარება და ასე შემდეგ. იცი, რაღაც სტატისტიკა არსებობს ასეთი დაავადების, თუ კი დაავადება არის გამოვლინებული, მაგალითად მე მახსოვს ეს შიცთან დაკავშირებით რეალურად არის 6-ჯერ მეტი. ერთი
გამოვლინება ნიშნავს, რომ 6-ჯერ მეტი არის რეალურად, არ ვიცი საიდან არის მიღებული სტატისტიკა და მე მგონი რომ ეს უცელდება ამ შემთხვევაში, რომ თუ კი ეს ერთი ადამიანი არის გამოვლენილი, ეს ნიშნავს, რომ გაცილებით მეტი არის, რომელიც არ არის გამოვლენილი. ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, მაგრამ გასაკვირი იმას არნიშნავს, რომ ეს არ არის უბედურება და ტრაგედია და რაღაც საშინელება. ეს თავიდანვე ეთყობოდა, რომ მოსამართლე აღმოჩნდება ასეთი ზეწოლის ქვეშ, რომ თავის მოკლესაც ვცდილობდიო, მოსამართლის მცდელობები არაერთი ფორმია, საეჭვო თუ ნამდვილი თუ რაღაც რომელიც შეიძლება იყოს ერთ-ერთი მართვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინსტრუმენტი ადამიანის დაშინება და კითხულობამდე მიქონას კი თუ კი რაღაც პარტიის თუ კონკრეტული ადამიანების კულტურების სასარგებლოდ არ მიიღებ გადაწყვეტილებას. ესეც ერთ-ერთი ფაქტი არის და რაღაც უამრავი ვიცით, ან უამრავზე ეჭვი გვაქვს, ან კიდე დარწმუნებულია, რომ როცა დაასრულდება ეს პროცესების ერა, უამრავი ასეთი ფაქტი გამოვლინდება, როგორც წინა ხელისუფლების შემთხვევაში მოხდა და არაფერი ამაში მოულოდნელი არ არის, იმდენად რამდენადაც ჩვენ ახლა უბრალოდ ხელს გვიშლის ის, რომ ჩვენ ძალიან შიგნით ვართ ამ მოვლენებში და როცა დისტანცირდებით, მე მგონი, რომ უფრო სრული რაღაცა სიცხადით დავინახავთ რა დიდი უბედურება გვაქვს გამოვლილი, ისევე როგორც ხდება მეტნაკლებად, როცა საბჭოთა სინამდვილის გავაანალიზებთ ახლა რა ჯოჯოხეთი გამოიარეს ამ ადამიანებმა და ვფიქრობ, რომ ისტორიისთვის არანაკლები შეფასება იქნება ამ პერიოდს საქართველოში. დიდი მადლობა. ეშოთა გუჯებიძე იყო ევროპული აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. მოდით მოусმინოთ აქციის სხვა მონაწილეებს. მოგესალმებით. გოდიში რომ გაწყვეტინებთ პირდაპირ ეთერში ვართ. ხონდელ აქციაზე რას ფიქრობთ? თქვენ რა მოლოდინებთ? არის სწორი თქვენი აზრი, რა სჭირდება ამ წინააღმდეგობას, იგივე პროტესტს, რომ აიძულოს წინააღმდეგობამ ივანიშვილმა უკან დაიხიოს. 100,000-ობით ხალხი. ერთადერთი გამოსავალი უნდა იყოს ძალიან ბევრი. 100,000-ობით უნდა იყოს ხალხი, რომ როგორც სხვა ქვეყნებში მოხდა, ისევე აი ამ ხალხმა შეისრულოს თუ რაც როგორც ქვია, ეს ამაც ცდილობს რა. მაქსიმუმ 5-6,000 ყავდეთ ის გედედეს თანამშრომელი თუ პოლიცია თუ ეს ხალხი და 100,000-ობით ადამიანი თუ იმ 5-6,000 ვერ მოერება, მაშინ საშუალო და გამოსავალი აღარ ყოფილა, რა ვიცი. ყოველთვის ძალა ხალხში. მაგრამ ჩვენ ნახეთ არაერთი ხალხმრავალი აქცია თბილისის ქუჩებში ხო წინა შემთხვევებში, მათ შორის გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში, როცა განაცხადა ღიად კობახიძემ, ოცნების არალეგიტიმურმა პრემიერმა, რომ ვაჩერებთ ევროინტეგრაციის პროცესს, მაგრამ ამას არ შეუცვლია არსებითად რაღაც პოლიტიკური მოცემულობა და შედეგი. ხო, მაგრამ მაშინ სულ სხვა ინიციატორები იყვნენ, სულ სხვა სიტუაცია იყო, მაშინ სხვა იყო და ეხლანდელი კიდე სულ სხვა შემართება არის, სულ სხვა რამეა ეხლა ხალხი დარწმუნდა და მიხვდა, რომ წასულეთ და მოსვლით საქმე არ კეთება, აი უნდა იდგე ჯიუდად, არ უნდა დათმო და თუ გცემენ მაინც უნდა იდგე ჯიუდად და არ უნდა წახვიდე და ეს რამდენ ხანს საჭირო იქნება, იმდენ ხანს უნდა იდგე. მაშინ ერთი დღე წავიდნენ, დარჩენ 5-6 საათი, თქვათ, ერთი ღამე ვთქვათ მაქსიმუმი თუ ისიც არ გაჩერებულა, წავედით დავიშალეთ, საქმე არ კეთდება. ჯიუდად უნდა იდგეს 100,000-ობით ადამიანი იქ. აქვს როგორ არ აქვს. თქვენ აპირებთ წახვიდეთ ხოლ აქციაზე. მადლობა. თქვენ რას გვეტყვით იგივე გამარჯობათ, მე ვამბობ, რომ ყველაფერი ისე უნდა მოხდეს, რომ ზეწოლი, თუ არა ხალხის გომით და აივით არაფერი არ მოხდება. უნდა მოხდეს რამე რომ მოხდეს ხო? უნდა იყოს ხალხი ძლიერად კიდე. არ უნდა შევშინდეს. ბოიკოტი უნდა გამოვაცხადოთ ბოლომდე, რომ საქმე ვათვე ქუჩაში აცხადოს ხალხი, უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, რომ სასაცილო არ დავჭეთ, რომ 9-8 ქუჩაში იდგენ და არაფერი მაინც არ გამოვიდათ და მაგერი არ უნდა გავახარო. ჯერ ერთი და თუ არ იქნა ხო? მოლდავეთში და იგენში რომ მოხდა პარლამენტში შეჭრა, სამთავრობო სახლების პიკეტირება, ასეთი რაღაცაც უნდა მოახვედრონ, რომ თუ არ იქნა. ბოლო პატიკა მაია ხალხის მიმართ. სხვა არაფერი არ ეშველება. თავარია ბოიკოტი და პიკეტირება უნდა გაკეთდეს.
თავრობის სახში მაინც უნდა შეიჭრას ხალხი რაოდენობა. ან პროტესტის უკიდურეს ფორმებსაც უნდა მიმართონ საპროტესტო აქციაზე თქვენ ესე ფიქრობთ, ხო? მათ შორის პიკეტირება გამოიყენება. რამე აღარ გამოდის, ხო ხედავ? რაღაცა ისეთი, მაგრამ ისეთი გაძლიერებული პოლიცია ყავს უკვე, რომ აი დღესაც იმიხვდებოდნენ ტელევიზორში, რომ უსმენდი რა ვიცი. ესე იგი ხალხის წინააღმდეგ ყველაფერი გამოიგონეს. სოფელში ვიყავით დღეს 400 ლარი დაურიგებია. ეს რომელ სოფელში? არის სოფელი ახლა არ დავასახელებ, არ მინდა კონკრეტულად რომ რამე 400 მისცეს ერთ ადამიანს? ერთ ადამიანს 400 ლარი მისცეს ოჯახი. ან ქართულმა უცნება? ქართულმა უცნება, რომ ხმა მისცე. იქ არის უფროსი მაგენის და ხოიცი ახლა დაზე დამხედრები და აი ამას. და მე იქანე რომ ამბავი ქენი, მაგრამ რინგისმენს. ყველა მის დასაწყვეტა და ხოიცი და თავარია უნდა გამევიჩინოთ ხალხმა საზოგადოება გონზე მევიდეს, უნდა მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდე. თუ არა და არაფერი არ გამოვა. მადლობა. თქვენ რო გითხრათ ასევე, რაზეა დამოკიდებული ხა წარმატება ამ პროცესის? კარგი. და მოსამართლის ამბავი რა საჩვენებს თქვენთვის? მოსამართლეს მოუსმინეთ. ექს-მოსამართლე ბესარიონ ალაბიძევის თქვა, რომ ოთახშიც კი ჩაკეტეს იმის გამო, რომ მას მიიღო სასურველი გადაწყვეტილება. თვითმკვლელობაცა და კაცმა და გაექცა საზღვარგარეთ და იქიდან გადმოსცა ინტერვიუ. ესე იგი ხალხი იმ დონეზე შეეცოდვა, რომ გამევიდა ინგა გრიგოლიას ინტერვიუში და განაცხადა ყველაფერი, მე მგონი ყველა მოისმინა, ვისაც აინტერესებს და ვისაც თუ არ აინტერესებს. რას ნიშნავდა თქვენთვის ის, რასაც ყვებოდა ეს მოსამართლე? ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა სისტემა უნდა რა, ყველა სისტემა უნდა ჩამოიშალოს, უნდა შეიცვალოს. ეს სისტემაში ვინც მოსამართლეა, პროკურორი ხომ, არავინ არ უნდა მუშაობდეს. აი აგენის კლანი, არავინ არ უნდა მუშაობდეს. ყველა უნდა იყოს ახალი. თუ არა და გონს მევიდენ. ხალხი ცხოვრობს საქართველოში, არა მარტო მათ. მე ასე მგონია რა. მადლობა, დიდი მადლობა. ეს დელა მორთულაძე იყო მოქალაქე. თქვენს პოზიციას ისმენდით ჩვენს პირდაპირ ეთერში. ეს არის უკვე 300 მიერთე საღამო ბათუმში, როცა მოქალაქეები დგანან ისევ საპროტესტო აქციაზე ქუჩაში, ისევ ტრადიციული შეკრების ადგილას საკონსტიტუციო სასამართლოსთან. მოდი დავისურვოთ აქციის კიდევ ერთ მონაწილეს, გოჩა მელაძე. საღამოშიდების ბატონო გოჩა, მოგესალმებით. მოგეთ ხვალდელ აქციაზე მინდა გითხოთ, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ და რა ეტაპზე გადადის ახლა ეს წინააღმდეგობა, რა სჭირდება, რა ფაქტორზე დამოკიდებული მისი წარმატება, რომ უკან დახევა მოუხდეს, მოუწიოს ივანიშვილს? ქართულმა ოცნებამ დიდი ხანია იცის, რომ საქართველოს მოსახლეობის და მოქალაქეების უდიდესი ნაწილი მისი წინააღმდეგია. ხვალ ქართული ოცნება კიდევ ერთხელ დაინახავს პროტესტის ზღვას საქართველოს მოქალაქეების ხმამაღალ ხმას, რომელიც მოითხოვს, რომ ქართული ოცნება გადაადგეს, წავიდეს, მათ დაღალეს უკვე საქართველოს მოქალაქეები. ეხლა ჩემთვის მოვდიოდი საში და ვფიქრობდი, რომ ამდენი თაღლითი, ამდენი ბოროტმოქმედი, არ ვიცი, სისხლის სამართლის კოდექსი მთელი შემადგენლობა არის შეკრებილი ერთად, რომელიც აწამებს, ზალადობს ქართულ ერზე, ქართულ სახელმწიფოზე, ისინი ზალადობენ კონსტიტუციაზე, აბსოლუტურად არ დატოვეს ინსტიტუტი, რომელიც არ ჩამოშალეს, ბოლომდე არ დაიმორჩილეს და ეხლა რაღაც ვირეშმაკობით, შარლატანობით, ისევ მათივე ტერმინებს ვიყენებ ბატონო ჯაბა, ცდილობენ ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ძალაუფლება. ხვალ ქართული ოცნება ნახავს, რას ფიქრობს ქართველი ხალხი. საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, რუსთაველზე მოუწოდებ ყველა ჩემს მეგობარს, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, ვინც დაღალა კორუფციამ, ბოროტმოქმედებამ, ძალადობამ, სიცრუემ, არ ვიცი, ყველაფერმა ცუდმა, რაც შეიძლება და მე არ მეყოფა დრო ეხლა რომ შემოვთვალო, ხვალ უნდა დადგეს რუსთაველზე და ქართულ ოცნებას უნდა უთხრას არა. ცვლილებების დროა რეალურად. ცვლილებების დროა ქართულმა ოცნებამ უნდა გაიაზროს და მიხვდეს, რომ დიდი ხანია უკვე ისინი უნდა წავიდნენ. ეს იქნება უბრალოდ დემონსტრირება კიდევ ერთხელ იმისა, რომ ისინი აღარ უნდა საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას. არმა განცდა, რომ რაღაც ვინმეზე იძლევს, არა. უბრალოდ ერთმა მოქალაქემ უნდა დავაფიქსირო, პროტესტი არ შეიძლება ასე გაგრძელდეს. საქართველოს მომავალი არის ევროპაში, ჩვენი შვილების მომავალი არის ევროპაში. არ შეიძლება რომ გებულობდეთ სადღაც ჯიხურში ვიღაც 640 მილიონ დოლარს ათეთრებს და ეხლა შემთხვევით გაიგეს, თურმე იქ ვიღაც კორუმპირებულია და ეხლა უნდა დააკავონ. არ შეიძლება ჟურნალისტებს ცემდნენ, ძალადობდნენ. ასობით და ათასობით გამოუძიებელი საქმეები იყოს თაროზე და არ იძიებდნენ. ყოფილი მოსამართლის ამბავი თუ მოусმინეთ ბესარიონ ალაბიძეს
ადამიანი, რომელსაც აწვია, აი, არ ვიცი, უმაღლესი, ყველაზე საუკეთესო მანტია, უზენაეს სასამართლოს მოსამართლის ფიქრობდი იმაზე გავსულიყავიო და უზენაეს სასამართლოს წინო პროტესტის ნიშნათო თავი ჩამომეხჩო. წარმოუდგენელი რამეა. რას ნიშნავს რა გზავნილი იყო თქვენთვის, როცა ისეთი რამ თქვა ექს-მოსამართლე? ადამიანი, რომელიც მუშაობს უზენაეს სასამართლოში, ეს უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებას საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, დონეზე უსამართლო გარემოში იმყოფება, რომ ადამიანი აპირებდა საკუთარ თავზე ამ უსამართლობის გამო, ნახეთ რამდენჯერ ვიმეორებ, ანგარიშწორება საკუთარ თავზე და მახსენდება შირინ ებადის ოქროს გალია, რომელიც ირანში არსებულ აი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე მოუხმოს. ამიტომ აი ეს წიგნი ვახსენე და გამოვიყენებ ამ წიგნში მოყვანილ ფრაზას. მე არ შემიძლია ფიზიკურად ამ ბოროტებაზე მესე გავლენა მოახდინო, მაგრამ მე ხვალ აუცილებლად ყველას ვიდრე წავთ ვეთყვი, რომ რაოდენ ცუდია ქართული ოცნება, რომ ქართული ოცნება ბოროტება, რომ ქართული ოცნების მხარდაჭერა არის საკუთარი შვილების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ამიტომ ყველას მოუწოდებ შესაძლებლობის ფარგლებში ჩამოვიდეს დედაქალაქში და ქართულ ოცნებას უთხრას არ. როგორ ინერჩუებს ეს მაინც საინტერესოა, ხო ეს ქართული ოცნება ამ ადამიანებს იგვე მოსამართლე, რომელიც აიტანა, გადაიტანა ეს ყველაფერი და როცა მოსამართლე იყო, მაშინ არ განუცხადებია ამ ძალადობების შესახებ, ხო ეს ხო რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ერთხელ კაბინეტში გამოკეტეს, მერე თავის მოკვლასსა და მერე ქირურგიული ოპერაციის ჩატარება აიძულეს, მერე ქთამიშას თავაზოს წარმომადგენელმა, რომელიც გინდა იმის ჩაგირიცხავთო. ანუ როგორ ახერხებს ქართული ოცნების რეჟიმი ადამიანებს ასე შეკავებას? შორის იგივე საჯარო უწყებებში ვთქვათ, ხო? ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლით, ფიზიკური ანგარიშწორებით, ბატონო ჯაბა, რეალურად ისინი არიან სახიფათო ძალა, რომელმაც უკვე დაკარგა კონტროლი. ისინი რა თქმა უნდა უთითებენ წლიან რაღაც მართლობაზე, სისხლიან რეჟიმზე, ქართულმა ოცნებამ პრაქტიკულად დაკარგა ზღვარი და ისინი არიან ნაციონალური მოძრაობის უარესი მოდელი. აი აბსოლუტურად არ არსებობს რაც ამ ბოროტ ძალას, ამ კორუმპირებულ ადამიანთა ერთობას საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების გამო არ კონდეს ჩადენილი. აი წარმოიდგინეთ, როდესაც ხა ფსევდო კორუფციასთან ბრძოლა იწყება, რამდენიმე ადამიანი დააკავეს და ასტრონომიულ ციფრებზეა საუბარი. აი მე არ მიჩნდება ის გასწრო რომ მათთვის ცნობილი არის. უბრალოდ ეს არის ყველაფერი სპექტაკლი და ამას იყენებენ ერთმანეთს ძალაუფლებისთვის და ამ ძალაუფლების შენარჩუნების პროცესში ერთმანეთზე ზემოქმედების პოლიტიკური ანგარიშწორების იარაღი. ივანიშვილი როგორ ხედავს ამ პროცესს? ხედავს რომ მაინც ის ამყარებს ამ ავტორიტარიზმს ეს გამოსდის თუ პირიქით შეშინებულია და ხედავს რაღაცა რისკებს თქვა იგივე წინააღმდეგობაში. რაჩას მისი ახალი წერილიდან თუ გაეცარეთ მის ამ წერილს? არ ბაზა ის პირდაპირ უწოდებს მტრებს და გარედან მოგზავნილ გარეძალების რაღაცას წარმომადგენლებს, ოპოზიციურ პარტიებს და სამოქალაქო ორგანიზაციებს. ჩემი აზრით ეს უკვე მიმართულია საკუთარი მხარდამჭერების მიმართ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა. ბატონ ივანიშვილი არის ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს ყველაზე დიდი იმედგაცრუება. ადამიანი, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლის წინ გულისხმობ 2012 წელს, მან საკუთარ თავზე გამოცადა ხომ ეს უსამართლობა, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლიდან 13 წლის თავზე რა დაპირებებიც გასცა, აკეთებს ყველაფერს მის საწინააღმდეგოდ. და ახლა უკვე ბოდიში გაწოდრებთ რა ისე როგორ წინა არჩევნებზე, ხო? არანაირ დაპირება მას არ აქვს. აი მე რაღაც პოზიტიური დაპირება რო თქვა დასაქმების ადგილებს ასე შევქმნიან რაღაცა საგარეო მიმართულებით. არანაირად მსგავსი დაპირება არ აქვს. არაფერს არ პირდება სასწრაფოებას. ეუბნება რომ აი გავანადგურებ მტრები არსებობენ ქვეყანაში და ამათ გავანადგურებ. ეს ადამიანი ყველაზე და ყველაფერზე მაღლათვლის საკუთარ თავს. ისთვის რომ ის არის კონსტიტუცია, მისი აზრი არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, არ არსებობენ პოლიტიკური თანამდებობის პირები, მე ახლა გულწრფელად სიმართლე რომ ვთქვა, რაღაც ქონდა განსაცდელების განმავლობაში, რომ სახელმწიფო მუშაობდა რეალურად იყო ინსტიტუტები გამართული, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელიწადია პრაქტიკულად პრემიერები აი ეს რაღაც თორნიკე რიჟვაძის მაგალითი უნდა მოვიყვანო, ადამიანი რომელიც 7 წლის განმავლობაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იყო, პრაქტიკულად ყოვლის შემძლე გმირად ვისახავდნენ, დღეს აბსოლუტურად ადამიანს გაქრა რომ კომენტარიც კი არ არსებობს და პრაქტიკულად ტელეფონიც კი არ გააჩნია. ამიტომ ეს არის რაღაც მარიონეტების თეატრი, რომლის სათავეშიც არის ბატონი ივანიშვილი, კიდევ ერთხელ გამოვიყვანოთ, ქართველი ერის, ქართული სახელმწიფოს სამწუხაროდ ადამიანი, რომელიც ცდილობს
შეუცვალოს ქართული სახელმწიფოს კურსი და მთელი სულით წავიდეს რუსეთისკენ. არ გამოვა ვერც ივანიშვილი და ვერც ვერავინ ვერ შეძლებს. მე მჯერავს ქართული ხალხის გულწრფელად მჯერავს, ეს არ არის რიტორიკული სიტყვები და ადრე გვიან ყველას გაეცემა პასუხი. საქართველოს ადგილი არის ევროპაში, ხვალ საქართველოს ყველა პატრიოტი მოქალაქის ადგილი ახალ რუსთაველს. დიდი მადლობა, ეს კოჩამალაძე იყო პროევროპული აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ბათუმში. ასეთი განწყობებია დღეს ბათუმის საპროტესტო აქციაზე. მუწყვეტი პროტესტის 300 მეათე საღამოს მოქალაქეებით განან ისევ ტრადიციული შეკრების ადგილას საკონსტიტუციო სასამართლოსთან. გვეხედავთ გამოფენილ დროშებს, როგორც ისტორიული საქართველოს დროშას, ასევე უკრაინის დროშას, ევროკავშირის დროშებს და მოქალაქეები, რომელიც დაუღალავად მტკიცეთ განან ისევ ქუჩაში მუწყვეტი პროტესტის 300 მეათე საღამოს და ძალიან მკაფიოდ ჩანს ამ მოქალაქეების შემართება, რომ ისინი არ აპირებენ გაჩერებას, ვიდრე ქვეყანაში აპირებს ივანიშვილის რეჟიმი დიქტატურის დამყარებას და ვიდრე ივანიშვილის რეჟიმი აქტიურად ცდილობს, რომ ყველა გზა ჩაკეტოს, რომელიც მიდის ევროპისკენ და მიტაცებული ძალაუფლებით, ანტიკონსტიტუციური მთავრობით და ანტიკონსტიტუციური ხელისუფლებით დაამყაროს ქვეყანაში დიქტატურა. მოქალაქეების განაცხადა ძალიან მკაფიოა, რომ ისინი არ ეგუებიან და არ შეეგუებიან სინდისის პატიმრების, პოლიტიკური პატიმრების არსებობას ამ ქვეყანაში. ასეთი იყო დღევანდელი საღამო განწყობები დღევანდელ საპროტესტო აქციებზე ბათუმში. 300 მეათე საღამოს ესურვეთ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯიიდან გაზეთი ჯირო მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის, მდროებით.